მიდი. აი ეს ჩემია. აი შენ უკან დასში მეწინდა. შევწუხდი. ან ჭამეთ, ან მობილურში იყურეთ. ვისთვის ვლაპარაკობენ? აუ, რა გინდა რა? არ თქვი რაც მინდა? სალომე, შენი ბრალია ყველაფერი. შენ უყიდი ამათას მობილურები. მე არ მიყიდია ცისანა, შენმა შვილმა უყიდა. დედა ჩემი წარხს რომ ასწევდა. გარეთ მე-14 დღეს საზაზარებდა და სახლში თავის ქმარს ცეკას მესამე მდიურს. თქვენი დასაცინია დედა ჩემი? თქვენი სანემბა დაანგრიეს აწყობილი ქვეყანა და 1000 ოხრობა, მამაძაღლობა, ინტერნეტიო, მობილური და რა ვიცი რა აღარ შემოიტანეს. თქვენ ისიც კი არ იცით რომ მობილური სტაბილურის ანტონიმია. არასტაბილური ესე იგი. აი, ეგ ერთხელაც თქვი რა. რა? მარიამ, რა? იცემები ახლა. მაქსიმაზას გიჩივლებს. შეიძლება რომ ორი ლუკმა ვჭამო მშვიდად? სუფრაზე მოქცევის წესებიც გააუქმეს. ეთყობა ეგეც საბჭოთა კავშირის მოგონილი გგონიათ. არა, ეს მაინც სულ ტელეფონში როგორ არის ჩამძვრალი. ესე იგი საჭმის მაგირად ქაქი რომ დაუდო ისე გადასანსავს, რომ ვერც კი მიხვდება. მარიამ, მამა შენი რომ მოვა, ზუმბას ფულია გადასახდელი და შენ შეახსენე, ხო? ზუმბა კი არა, წიგნი წაიკითხოს ჯობია. ეს ადრე რატომ მოხვედი? ამომიშვეს სამსახური. რანაირად? აირე საკაიფოდ. აიხურა ორგანიზაცია. მოიც ესე ადგნენ და ყველა გამოგიშვეს? ხო, სალომე რა დებილობებს მეკითხები. ამდენი ხანია გიხსნი, იხურება ყველა არასამთავრობო. მე ახლა რა უნდა ვქნა? მე რა ვიცი რა უნდა ვქნა. მიდი ბიჭო, ისული. ეგ შენია, დავაი. მიდი ბიჭო, ისული. ისული. ეს ადრე რატომ მოხვედი? ეხლა ამას აუხსენი რა. სამსახურიდან გამოუშვეს. ხათაო? არა, არ ვადაოთ. მოიცა, ან 27-ში მართას ქორწილისთვის ახალ ფეხსაცმელებს ვერ ვიყიდი? ბერა. კი, რამეს მოვიფიქრებ. აი, რას მოიფიქრებ? 23 წელი ვერაფერი მოიფიქრე და ეხლა მოიფიქრებ? აი, ჩემი კარგი მოვტყან რა მართლა რა. აუ, ხო არ ხათაო. სხვა სიტყვა ლექსიკონში არ მოგეძებნა? და ტაქსაობა რო დაიწყო? სამსახურის მანქანა იყო ეგ. მაინც არ მომწონდა ეგ მანქანა. საღო. ზოხ შენ უკან დასში მეწინ წავალ. მიდი. მომეცი აქა. რა? სამსახურიდან გამოუშვეს. კი არ გამომიშვეს. ორგანიზაცია დაიხურა მთლიანად. ხო. ხო, ტეხ. ხო და პირველ ეტაპზე გავყიდით ამის PlayStation. რა PlayStation? რა ეგრე გავყიდით და იმითო. აი ამის iPhone-ი გაყიდეს, ეგრე თუ კაია. და რა ბიზნესი რო დავიწყოთ? მოდი მამა, მოდი დავიწყოთ. ძალიან მაგარი იდეა მაქვს. აი, რა იდეა, მარიამ. TikTok-ი უნდა გავაკეთოთ. საოჯახო რა. ღმერთო, შენ გვიშვალე. აუ, ანანო ქალღმერთი ხო ლუკას მამიდაშვილია? კი. აუ, შეუძლია რომ შემახვედროს. TikTok-ზე მინდა რაღაცები ვკითხოდათ, ხო ვერა? მაჩხუბარიო. აი, რატო? შეურიგდი. არ შეურიგდები. ყლექავანი ინჩის დაულაიქე ყველა ფოტო ინსტაგრამზე. ეს ჩამოყვანა გული. და მაგიტო დაშორდი. ანუ 27-ში რო ქორწილი გაგიაზრებ? მე ჯერ ორია. არ დავშორდი, მაგრამ არ ველაპარაკებ. აუ, სახლში ესეთი დეპრესია. აი, ყველა რო ჩუმდება, მე ცისანა უმატებს ლაპარაკს და აღარ შემიძლია. შენ დაურეკე. შენ რო თხოვდა რაღაცას გაიკეთებს, მე ეგონება რომ მეც მარტივად შეურიგე. ვიცა? მე აქ არ ვარ. ლუკ. ხო, მარიამ. აუ, რაღაც უნდა გთხოვო. ეხლა შენ გარეკინებს აღიაროს რომ ნინჩი უყვარს, ანუ გამაგიჟეთ რა. აუ, აი ზუსტად ვიცი რომ ნინჩი არ გიყვარს. იასნა.
სხვა რაღაცაზე გირეკავ. შეგიძლია რომ ანანო ქალღმერთი შემოხვედრო? რაზე? TikTok-ის დაწყება მინდა და რაღაცები მინდა ვკითხო. აი, ვეთქვი, просто არ ვიცი რა, ძალიან დაკავებულია და თუ მოახერხებს არ ვიცი. ხო, მაგრამ აი შენ რო ეთქვი იქნება. კაი, ვეთქვი. აუ, მადლობა ძალიან დიდი. მიდი, კაი, დავай. კაი. რა იყო? რა იყო კეთქვა ერთებილობა ანიჩის რო ლაიქებს? ანუ ეხლა რანაირად მეთქვა სხვა რაღაცაზე დაურეკე და მე ვეთქვი უეჭველი შენ თავს პიცავ. ჯერ არ გაგიხსენია TikTok-ი და უკვე მარტო ეგ გადარდებს. მართა. ICR home ყველაფერი თავიდან. ICR home ყველაფერი ერთ სივრცეში, სახლისთვის, ეზოსთვის, ტერასისთვის და საოფისე სივრცისთვის. კარგია? ძალიან კარგი იყო. მამა. გამარჯობა ანანო, მე ლუკას მართას მეგობარი ვარ. გამარჯობა, კი მითხრა ლუკამ. ძალიან კაი კონტენტი გაქვს ფოტოშოპს, აი თავიდანვე ვარ ფოლოვერი, სულ გიყურებ. ფოლოვერების შეკრებაზე იყავი? მაშინ თბილისში არ ვიყავი და კაი, წამო. გისმენება? მოკლედ, მე მაქვს TikTok-ი. უბრალოდ ძალიან ცოტა გამომწარი მყავს და მინდა რომ არხი განვავითარო. რა პონჩი? მამა ჩემი დარჩა უმუშევარი. ხო და მინდა რომ ინფლუენსერი გავხდე. რისი ნიჭი გაქვს? ნიჭი როიცი. იცი. ეს საქმე უნდა შეიყვარო. ყველა ამბობს, რომ გადაიღე და მორჩა, მაგრამ ამ დროს გადაღება, მონტაჟი, განათება, ფორმაში ყოფნა რთული. წარმომიდგენი ალბათ თან როგორ იღლები. აიმე, თან ვიღაცებს პირადად მივპასუხობ ხოლმე და სიგიჟე. ხო, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოში ყველაზე კაი კონტენტი გაქვს. ხო, იცი, ანა ჯოლისაც კარგი კონტენტი აქვს, მაგრამ მე mbadzავს. ყველა მიცის. აი, მართას მეც მაგას ვეუბნები სულ, რომ მეთქი ანი ჯოლი როგორ ბაძავს ანანო ქალღმერთს თქო. ჯერამე პირადული გადაიღე. შეყვარებულს დავშორდი, ან რაღაც ეგეთი. და შეყვარებული რო არ მყავს. რა საჭიროა? მოიგონე. 10 მიზეზი თუ რატომ დავშორდი შეყვარებულს. და მაგას უყურებენ? რამე ინტრიგნული დაარქვი. და მე გააგრძელე. როგორ მოვიხოდოთ დაშორებიდან 10 დღეში. კაი იდეა კი. ხო, მე რო დამწყები ვიყო, უეჭველი მაგას გადავიღებდი. და სხვა რამე შეიძლება კიდე? არ მოგწონს? არა, ძალიან მაგარია, მაგრამ თავიდან რეკლამას არავინ არ შეგეკვეთავს. ფოლოვერები გაქვს მოსაგროვებელი. ვიცი ხო. ამიტომ თავიდან უბრალო უნდა იყო. და მე უფრო დასტოინი. აი რა ვიფიქრე იცი, მეთქი თავიდან რამე სასაცილო კონტენტი ხარ გავაკეთო თქო რა, რამე გადაობა. მე ზისღება სასაცილო კონტენტები. მე უფრო სილამაზეზე ვარ ორიენტირებული. ხო, მეც. თაში ძალიან ლამაზი ხარ. გინდა კაი გადაღებაზე გაგჩითო? რეკლამა? არა, საზაფხულო ვაიბების სერია მაქვს და მაგას ვიღებ. მინდა კი როგორ არა. კაი, მოგწერ. ეხლა გავიქეცი და ლუკას ბანში დაკაფალავ. აუ, ძალიან დიდი მადლობა. ისეთი TikTok-ი რო გავაკეთო, რასაც ანანო ქალღმერთი მეუბნება, გიოს ეგონება რომ შეყვარებული მყავს და აღარ მომწონა. აი რჩი ხა ანგიო ან TikTok-ი. თან გიოს მაინც კიდი ხარ. აი საიდან მოიტანე რომ კიდევა. თან რავი არ მინდა რა. რაღაც ისეთი მინდა. მაშინ ტარო იმას ქენ. ან ჰოროსკოპი. ვარ ვიცი. ან თვლია ველუკა მისისა გასწავლი. ლუკასაც აქვს TikTok-ი? არა, თავის პონჩი შლის. არა. აუ რავი. ეხა თუ ყველაფერი გიწყება, მაშინ იყავი 20 ლაიქიანი და გააგზავნე ცხოვრება. სახის ლატინაზე რო გავაკეთო. სახისურაზე მე უნდა გააკეთო პროდუქტებს რო გაჩუქებე. ეხა რო ეგენი იყიდო, გაიწეწე. არა ხო ვერ ვიყიდი. აუ რავი, ესეთი რთული თუ იყო ეს TikTok-ი, რა ვიცი. მე შეიძლება დავიწყო.
აუ ხო? თან შენ გაგიმარტივდება, ლუკასთან ერთად გადაიღებ ხოლმე და წყვილებს კაი კონტენტი აქვთ. უკას დავშორდი ხო გითხარი? ისე ანანო გითხარ ამე ჩემზე? არ დაშორდი. პავლო. რა შვებით? მე შენ არ შეგირიგდი. შენ მიწერე სადო არ? დიახაც. ორივე დამპლები ხარ. როიცოდე ნინჩი წავშალე უკვე ფრენდებიდან. თუ თვითონ წაგშა. მართა რა გჭირს ვერ ხედავ რომ თვითონ ისე მაფოლოვებს? აი რა დროს ნინჩია? 27 გაქვთ ქორწილი. გეთახმები. ეგ ჯერ არ ვიცი. რა არიცი მართა? მანქანის და რესტორნის მე დატოვებული მაქვს უკვე ხო იცი არა? მაგიტო მოგყავა. აი მართა. აუ, თქვენ ქორწილის ვიდეოს ჩემ TikTok-ზე სტავდებ. თან პატარა საყვარლობა ინტერვიუსაც გავაკეთებ. დადე კაი. ანანოც გააკეთებს თქვენი ქორწილიდან კონტენტს. არა რავი. ჩემპიონში მინდა გართობა და დასვენება უნდა. წესით ვერ გადაიღებს. ანუ მაგის ვიდეოს ჩვენ არ ვიქნებით? ხო, მაგრამ ჩემთან იქნებით. თან ძალამზად გამოგაჩენ. შეადარე ანანოს TikTok-ი შენს არის.